Სახნიევი მეფის ნაცვალთან იყო მიჩივის. რა თქვენ ბრწყინვალება? რა და აქამდე რომ ვერ შევძელით თუთაშხიას გადმობირება. თქვენ მოშნი ეს შესაძლებლად მიგაჩნიათ? თქვენ გრაფ? მე შეუძლებელი მგონია. მეც თქვენ ბრწყინვალება. მეფის ნაცვალი რაც ამბობს მისი მაღალაღმატებულება? კატეგორიულად მოითხოვს შემზადდეს თუთაშხიას შეხვედრა პოლკოვნიკ სახნიევთან და აუცილებლად როგორც პატიმრისა თანამდებობის პირთან. რატომ დასჭირდა პოლკოვნიკ სახნიევს თუთაშხიასთან შეხვედრა, ისიც ასეთი უპირატესობის ვითარებაში? სახნიევს სახელმწიფოს სჭირდება რომ თუთაშხია დაპატიმრების ცდისას ჩვენ წაგვივიდეს ხელიდან. სახნიევმა თქვენ უკვე ჩამოგიცილათ გზიდან. თუთაშხიას ხელმეორედ გააბრაგების შემთხვევაში მე ჩამომიცილებს. გარდა ამისა, თუ ჩვენ შევძელით თუთაშხიას დაპატიმრება, იგი თვითონ ცდის მის გადმობირებას დარწმუნებულია რომ შესძლებს. მაშინ მე ვიქნები დამნაშავე რომ თუთაშხია ვერ გადმოვიპირეს, სანამ სახნიევი არ ჩაერია. სეგედის არ სურდა და იმიტომ რა გამოსავალს ხედავთ გრაფ? თქვენ? სადოს თუთაშხიას გადმობირება სახნიევმა? რა ადვილად იმედებთ ბიძაშვილს ასეთი განსაცდელისათვის? თქვენ ბრწყინვალება ჩემს ძმას თუ განსაცდელო ცხოვრება დიდი ხანი ეთელში ამოვიდა. და უშუალოდ ასეც მოვიკეცით. მაგრამ დაპატიმრება თანაც თუთაშხიას აღვანა უჩუმრად უნდა მოხდეს. მე სახნიევის პოზიციიდან ვსჯელობ. ეგეც მოხერხდება. თქვენ გინდათ თუთაშხიასთან წინასწარი მოლაპარაკება ჩაატაროთ? თქვენ ბრწყინვალება შემიძლია დავიფიცო. არ გინდათ. ჯერა. რათა თუთაშხიას გაუმარჯოს. რა გაგჭირვები ასეთი ამ სიშორეს რომ მომაკითხე? ხომ არ დაგჭაკლა და დაგჯაბნა ვინმე? გაგიმარჯოს ნიკანდრო. ნაპარავი ბოჩოლაკყოლიათ აქ და ჩემი ხომ არ არის იმის გასაგებად მოვედი. ხო, რავა, რათა თუთაშხიასაც მოპარეს სამეგრელოში რამე ვითო. გაბისონია მოდია. რა ფერისაა შენი ბოჩოლა რათა? ეს მაკობ რაღაცა სქილია. და გავიწყდა თუთაშხიების საკონელი. შეგაცო, თელ სამეგრელოს თქვენი ნაშენი საკონელი ყავს და ამისი ამახო ასე მგონია, მე რა სიტყვი შენ გაბისონია. თუთაშხიას ნაშენისა ისხბო. კაი აბა დათაბატონო. მიდი მაგერ თავლაშია ისხბო და თუ შენია წაიყვან. მშვიდობით. და ჭკუით იყავი აბა.
დათაბადანა სამსახური გვაქვს ასეთი და თან ამხელა პოლკოვნიკი კაცი რომ გიბრძანებს, მაგრამ არც ერთს არ დაგვირტყამს ნამდვილად. გრძნობდი ამას შენ. ისევ იქნებდი დროს ღმერთია მოწა. ამიტომ იყო რომ გაბრაზდა პოლკოვნიკის ეხნიევი და თვითონ დაგიწყო ცემა. კილია არ ჩანს მაქსეხნიევი მთლად საღიჭკვის და გაგაბამს შენს. ხომ იცი მთავარ მართებლის ქაღალდი მაქვს და მუშნის ზარანდია ცალკე მოგივლის კიდევ. მუშნის ზარანდია შორსა აქედან და მთავარ მართებლის ქაღალდს დააფურთხე, მიიწებე, გავაზე და კონდეს იქ. მოვიდა აგერ პოლკოვნიკის ეხნიევი და იმას ელაბარაკე. ახსენით ბორკილები. აქ დაჯიქი. გარეთ დამიცადეთ. დათათაშხია. ჯონ მადრინდელმა საუბრებმა ნაყოფი ვერ გამოიღო. მეს უკვე მომბეზრდა. თქვენ ახლაც ამტკიცებთ, რომ კავშირში არ ხართ იმათთან? ჭანტურიებთან? არ ვიცნობ მე მათ ნათქვამი მაქვს უკვე. დაუშვათ? მაგრამ იმისათვის, რაც ჩვენ გვჭირდება, ნაცნობა აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ თუ არა გაიცნოთ და კონტაქტში შეხვიდეთ მათთან. შემიძლია, მაგრამ არ მჭირდება. ჩვენ გვჭირდება. დაგვეჭერინეთ, დაგვახოცინეთ, ან თვითონ დახოცეთ. ამით თქვენ სიამოვნებასაც აიცდენთ და საქმეებასაც. არაფერი არ გამოვა მანდედან ბატონო პოლკოვნიკო. გამოვა. რატომ ხართ ასე დარწმუნებული? ჭანტურიები არაფერ შურაში ევატყობს საქმეს. კილია რა უნდა ნეტავი მითხრას პირდაპირ ჩემთან ეს კუკუმალობა არ გამოადგება მაგას იცი შენ ეს? მერზავიც! ხალხმა უკვე იცის ვინც ახართ. თქვენგან დარბეული და დახოცილი ადამიანების შვილები წამოიზარდნენ და ყოველი მათგანი თითო ტყვიას არ დაიშურებს თქვენთვის. უსამართლოდ არავინ შემიწუხებია მე. უწესო საქმე არ ჩემიდანი არასდროს. ლურცში თოდუების ოჯახი ვინ ამოწყვეტა? მარტვილთან მეძველია და გამელაგდია ვინ დახოცა? 4 ქალიშვილი ვინ გააუპატიურა? რომელერთი ჩამოგითვალოთ? არც ერთი არ გამიგეთები ეგენი მე. თქვენ ახლა მარტო ხელა ხართ, მიუსაფარი. უფრო მეტიც განწირული ხართ. კიდევაც რომ გაგანთავისუფლოთ თქვენი შურის მაძიებლები მოკლავენ. მეორეს მხრივ პერსპექტივაში გაქვთ სამსახური, ჯამაგირი, კეთილდღეობა, სახელმწიფო ჯილდოები და წინაურება. ან ციხე და სახჭობელა, ან თავისუფლება და კეთილდღეობა. ამოირჩიეთ. მაფიქრეთ ცოტა ხანს. ასეთი ამბავის დაუფიქრებლად გადაწყვეტა არ ივარგებს. საფიქრალი აქ არაფერია.
რაც ვილაპარაკე წინასწარ მოფიქრებული და განსჯილია. მე მეტი ლოდინი არ შემიძლია თბილისში მეჩქარება გადაუდებელი საქმეები მაქვს. თქვენი საკითხი აქვე უნდა გადაწყდეს. გაძლევთ მოფიქრებისათვის 2 წუთს. რამდენ ხანს დავასწრით აქ საქმეს? 10 დღეს. 2 კვირას. რომ არ გაკეთდეს? გაკეთდება. არ ეყოფა ამ საქმეს 2 კვირა, ჩვენ ახევარი დაჭირდება სულ უკანასკნელი. ერთი სიტყვა არ დაიჯეროთ მაგისი, გვატყილებს თქვენ ოფწყინვალება, გვატყილებს ოხერი მამაძაღლი. აი აქ ჩვენთან თანამშრომლობის და ვალდებულების ხელწერილია. გაეცენით და მოაწერეთ ხელი. უნდა გადაიწეროს ეს. ვერ ვაჭრები თუ თაშკია ხომ? რომ უფრო დაგიჯეროს. რატომ უნდა გადაიწეროს? ვადა 2 კვირა წერია აქ. ერთი თვე უნდა ამ საქმეს. 2 კვირა ეყოფა. არ ეყოფა, თვე უნდა. ეყოფა. აქ აღნიშნული 2 კვირის ვადა გაგრძელდეს 1 თვემდე. მოყოფილი ხართ? მოაწერეთ ხელი. კილიას განგარგულებაში გტოვებთ. წარმატებას გისურვებთ. კილია უბედურო. გამოგზავნე ხო, საიდანაც მოაპარიე ვიღაც ისი. არ დაუშავდეს რამე. არ მაქვს მისი წარების ხალისია. მეტი არა, ჩემი მტერი მე შენ ვეღარ გნახო დათაცუდაშია. ძალიან მიყვის როგორ შეელია და გაყიდე შენი ჯოგი. თოდუების ჯოგი ხომ განთქვია თერსამეგრელოში? კი, მართალია, მაგრამ რა გითხრა იცი? ჩემი ნუცას დაგუპის შემდეგ ოჯახზედაც ამივარ და გული და ჯოგზედაც. მართალია დოროთე ბატონი, ხალხი რომ ლაპარაკობს შენი საცოდავი ნუცა დათათუთაშხიას მოყულია. არ უნდა იყოს მაგი მართალი. არა, მაგის კაცი დათათუთაშხია. აჰა. მომყარია.
მოგე. ვინ ხარ შენ? ზვამბა ვარ, მე. ზვამბა. ერთი კვირა დავდე. ჯოგი გაკიდა ხმა. თუ დაშხია ხარ ხო შენ? თუ დაშხია. რა იცი შენ? ვიცი მე, მინახე ხარ, ვიცი. ჩადევი შეკფულები. ჯერმია, სუნცემია. ნახევარს მოგცემ თუ გინდა. და თათუთაშხია რომ ხარ, იმიტომ. რა. სულ გინდა წამართვა. სულ გინდა წაიღო ხომ? არ მოგცემ არა. ჩადი ამოიტანე ცხედარი. ვერ ჩავალ მე. მეშინია პრის. არ შემიძლია მე. არ შემიძლია მე. მეშინია პრის. არ შემიძლია. მეშინია პრის მე. არ შემიძლია. ვერ ჩავალ. ჩადევი მან. შეკარი გუდა და ჩამოიკიდე კისერზე. კისერზე გითხარი მე. აიღე კისა. და გეჭიროს კბილებით. აიგიდე ახლა მიცოლებული და მიყევი გზას. არ მინდა. არ შემიძლია. კიდე მომკალი არ შემიძლია. კიდე ხომ ამემიტანე. არ შემიძლია. გულს ვაკიბა, ვერ ხედავ. როგორც ვიბძანებ, გაწავატო. ჩარა იარა ზომბა ღორიშვილო. ჩარა.
ჩქარა გითხარი მაშინ. გამარჯობათ. მამა. რა არის, მამაო ეს? რას დამსგავსები ხარ? სად იყავ? ეს თხარი ჩემი ოჯახს მარჩენალი. აღარ დაბრუნდა წუხელის. დილასაკეთია ვეძებ. ვიპოვე და მიმყავს. აღარ მემორჩილება. კიდევ კარგია. ნადირმა არ შემიჭამა. ჩამოჯექს, მამაო. Πατέρα, ისვენე და წავით მე. ჩამოჯექი, მამაო. ფსაური მოდის. ტვირთი აქვს გადაკიდებული. გადმოუხრია, აქეთ მოდის ჩვენსკენ. ვინა ნეტარ? დათათუთაშხია ეს. დათათუთაშხია. სად გარბიხარ, მამაო? დაბრუნდი, მამაო, დაბრუნდი. არა, დათათუთაშხია ის კაცი სასულიერო პირს რამე დაუშავს. დაბრუნდი. შეხედე ბიჭო, რა არის? შეხედარი კიდია ცხენზე. ღმერთო შენ გვიშველე მოდით გადმოვასვენოთ ეს უბედური საცოდავი ნუცათო დუარი მყოფინე ამ მოხუცმა რაღა დაგიშავა Тут ხარ ჯონჯოლიაში. ზომა მქონა ეს საქმე. გავიდგდი ამ ყდარი. მოხსენით ეს გუდა ბევრი ფულია შეკ. არ გესწროლო თათა ჯონჯოლიამ გესწროლა ამ დაღლის ნაცნობმა ჯონჯოლია გამოდი აქ ვიცი რატომ ესროლე ჯონჯოლია მითხარ მართალი თუ გინდა გაბატიო რას მარჩოდი ჯონჯოლია თქვი რატომ ქენი ეს მაპატიე დათაბატონო სიმართლეს გეტყვი გაუბრიყვდი დავხარბდი შვილებს ნუ დამიობლებ ის ფული ჩემი მოკლისათვის რომ დააწესა მთავრობა უკან წაიღო რომ შემირიგა მაშინ ოჰ
უფალო დააცრე სული კულადამგარი ადამიანისა და დაუოკე წყრომა გულისა, რამე თუ დაშტება სიკვდილისაგან ერთი ჯონჯოლიასი, ხუთი ჯონჯოლია, ობოლი, ღატაკი, მიუსაფარი და დაადგებიან ხუთნი გზასა, მრუცსა, ცოდვილსა და საძაგერსა. თვითონ თუ დასცალდა ჯონჯოლიას თავისი შვილების გაზრდა, მამაზე უკეთესი რატომ გამოვა რომელიმე ნეტავი? ისი შვილების მომავალი თუ გალაპარაკებს, აქეთ უნდა მეხვეწებოდე, მოკალი ეს ღორიშვილიო. ღმერთო ჩვენო, შენ გაუღე გონების თვალი და გაუღე კარი ჭეშმარიტებისა, მონასა შენსა, თუ თაშხიას დათაც, რაც აღარ შეგწოდო. შთაგონე მას, რომ ბოროტების აღმოფხვრა და აღმოშთანთვა ბოროტებითვე არ არის სწორი და მართებული, რადგან ავსა საქმეს თუ კი სიკეთის სახით ჩადენილს სხვა უამრავი ჭირი მოაქვს, რომელიც არც უსასრული და დამღუპელნი. ჯონჯოლია, ზბამბა შენ რომ ჩაიდინე, იმაზე უარესი არ უქნია იცოდე. კი ხარ მოსაკლავე, მაგრამ ჩემი ხელით არ შეიძლება შენი სიკვდილი იტყვიან მას რომ ესროლა, მიტომ მოკლა თუ თაშხიამა. მე რომ მესროლე, იმიტომ კი არ ხარ მოსაკლავე. ფულის გულისთვის კაცის მოკლა რომ შეგიძლია მისთვის. ალამაზი ადგილები ვახმე და ჩემო ღმერთმა. როგორ არის იცი? ახეთში არის თქვა. სირნაღიდან ალაზნის ოს რომ გადახედა. ისეთი ლამაზია ტიალი. ელში ჯავრის გორგალი მოგადგება. სულზე ფეხს დაგადგამს პატარა ხარო. ადგები და გულის მოსაფხანად საკუთარ ხარებს პატრონი დედა შეაგინებდა. ამақ სიმღერას იტყვი. მაშ გორი აჭერაში როგორ არის რომა? მაგათი მთავარისა და ცაზღვის შემხედვარეს ფიქრი ელვასავი დაგირბის. გონება სიმახვილე ემატება და თავი ყველაზე კარგი გონია. იმიტომაც არის ქედმაღალი და თავმომწონე სიმღერები რო აქვს. სამეგრელოსა და სამორზაყადოში კიდევა სერზე შერგები არემარე თვალს მოვლებდა. რაღაცნაირი მოტიტებული ხდები, კაცო. სარდილობა და თავაზიანობა გწურია ლამის უნაკიდან ჩამოხდე ცხენსა, კიზერზე მკლავი მოხვიო. მე პატიო ზურგზე რომ გეჯექიო და ვირინი მოგინდება ლაზათიანი ვირინი. ბაბა, სააგებათა ვთქვი თუ არა, მაგრამ ჩვენი საქართველოს სააბრაგო და ყველგან კარგია. კაი ადგილებია სააბრაგო თქვენში და რატომ მიატოვე? კარგი ადგილებია, მაგრამ იქ აღარ დამედგომებოდა. ათასნაირი ჭორები მომიგონეს, ზოგი ისეთი იყო, თავად შემეშინდა. ძალიან შემოვიწროეს. რა ჭორები იყო ისეთი, რომ არ დაგედგომებოდა? აი,
შენ რო დაგიყარეს ისეთებიცა და უარესებიც მე რა დამიყარეს და რა არ დამიყარეს რა იცი შენ ვიცი კიდეცა და ისეთებიც ვიცი შენ რო არ გაგიგება რა მეექვსე დღეა რომ მოხვედი და რაღაც სათქმელად ხარ გადმოსული ო მაგ სათქმელი და გეტყვი კიდევაც ჩვენში ერთ შალიბაშვილია ამილახრის მოურავი იმას ღამე შეუხდნენ შალიბაშვილის ხელფეხი შეუგრეს ცოლ-თვალ წინ გაუთახსირეს და როცა მიდიოდნენ უფროსმა უთხრა შალიბაშვილს მე აბრაგი დათათო თაშხია ვარ და სადაც შენ თქვა იქ ჩემი ახსენეო რა გაცინებს მერე ბექარ მერე ალაბარაკდა ხალხი მე ბევრი ვიძახი დათათო თაშხია ჩემი ძვაკნაფიცია არც მაგების ჩამდენი არ არის მეთქი და არც შალიბაშვილის წირფლიანი ცოლის გულისთვის გადმოვიდა და სამეგრელოდან აქა ვიძახე რამდენიც გინდა ხალხსა ჭორი ურჩევნია სიმართლეს აბა გაიშორს გამვარდნია მოძალადის სახელი ბექართმო წავიდეთ და ვნახოთ შალიბაშვილი რა სიტყვი შენ წავიდეთ და წავიდეთ რა გათა ერთი რამე კიდევ არაფერში დამზოგო თორე ძმობაში ცოდო დამაწვევა იცოდე გაიგე ეს საქმე ბექართმო არ უნდა გამოვიდეს ფონია მაინც და მაინც ხიფათია ვილაპარაკოთ ახლა ყველაფერი და მოვიფიქროთ საქმელი მაშინ ჯერა ისა რომ აი რა გვინდა და ხომ ხედავ რა ხდება ჩვენს ირგვლივ რა გვირცელეს ჭორები ლაფი დაგვასხეს თავზე და მოგვიჭრეს ყველა გზები აქაც ჩემი სახელით გააკეთეს ბოროტება საიდანაც მოდის ეს ამბავი ვიცი მე ჩვენ ორს იმდენი ძალასად გვაქვს ბოროტების სათავე რომ მოვსვოთ მაგრამ ბოროტებას ხელები რომ მოვჭრათ ხომ შეგვიძლია ეს შეგვიძლია ვიპოვოთ ახლა ის ბოროტების მკეთებელი ხელები და როგორც მოიტანს საქმე ისე მოვიქცეთ ჩვენს პოსტანი ხომ გაგიმარგლავს ბექარზმაო ისე ამოდის ხოლმე სარეველაი ამოა და კიდევ გაიმარგლება ის შეგაიგაცო ამოდენა მიზაწყალს შენ ორნი რას გავასწორებ ვერ გავასწორებთ მართალი ხარ შენ მაგრამ ჯერ ერთი გამარგლულზე ამოსულ სარეველას ის ძალა აღარ ექნება და მეორეც ის რომ ჩვენ თუ მარგლეთ სხვაც მოგვბაძავს მომრავლდება ჩვენი თანაკაცები და ბევრი რომ ვიქნებით მაშინ სათავეში რომ ბოროტება იმაზედაც მიგვიწვდება ხელი დაწყვია ეგრე იყოს მობილო კოსტა დასწორიძე რომელია აი ის არის ტირომიდის ეგა ხო აგაში როზი
საქმე მაქვს შენთან. აბეზიანამ გამომგზავნა. ვინო? აბეზიანამა. არ ვიცი. ის კი კარგად გიცნობს და იმანა და სურამელი აკოფამას მოგითხრა შემოგითვალა. არც ერთს არ ვიცნობ და არც გამიგონია. აზო, რა გინდა ჩემგან, ა? რას გადამეკიდე? ვინო ხერი ხარ და რა ჭირიგინა? შენ მე თვალში ხო არ გეპატარებ? როცა გამარჯობა შენ. დათა? კი, დათო. ურს არ მიგდებს, კაცო. ამანა და აბეზიანამა. როსტოველი ქურდია ერთი. რუსეთში დიდი ტაძარი გაქვდეს. იარეს, იჯბინეს და ხაშურში ჩამოვიდა. ნაკურდალის შუაზე გაიყვეს. 12 გირვანკა ოქრო იყო და 16 კენჭი ბრილიანტი. აბეზიანა ამან შინდატო და თვითონ სურავში წავიდა. ვიდვენი მყავს. ავიდა. სურამელი აკოფას 3000 თუმნაც მოურია. ჩამოვიდა და აბეზიანას უთხრა, რომ 800 თუმანს გვაძლევს თითოსა. აბეზიანა მიფიქრა, მდევარი მომდევს. დამიწერენ, ციხეში ამომოყუთინებენ თავს. ეს 800 თუმანის დამეკარგებაო და დაყაბულდა. ესეც არა ყმარა, ბოტი კურკლა, მამანა. გზაში 2 ბრილიანტი გადაყლაბა, ერთი გარგლის კურკის თოლა. მეორეცა ჭერმის კურკის თოლა. ადგა აბეზიანა გაჩხრიგა, მაგრამ რას ნახა? ერთი სიტყვით ამანა და სურამელმა იაკოფამ 800 თუმანზე გადაატარეს აბეზიანა. აი, მაგრამ საიდან იცი შენ? ცარიჩინის ციხიდან და იქ რიჯექი 2 კვირა რაც გამოვიდი. აბეზიანა ციხაზის სხვა საქმეზე არ იციან თუ ტაძრის გაზრაში ხელი ურევია. აბეზიანა, აბეზიანა. აჩნე შენა. რავი, ასე კიდავება და აბეზიანამა კოსტა აქა და აქ არის. მისამართი გამომატანა აბეზიანამა 150 თუმანი გამომიგზავნოსო. ცარიჩინში ჩამოვიდესო. გამომძებელი მოხდამოს და ციხიდან გარეთ გამომიყვანოსო. გარეთ რო გამოვალ. იქ გარგლი კურკიტოლა ბრილიანტი ხელში ჩამიდოსო. იჭერმის კურკიტოლა კოსტასი იყოსო. გაიგე? აი, ძალი საქმეები და უოლებია ღმართლანი. რომ არ ქნას კოსტამ მასე? რას იზამს აბეზიანა ნეტარი? ეგერე მოიქეციო თორემა. სულს მოვიტან ძულძულასაო, შენ ჩეკჭამ და შენ შვილსაცაო. შვილები ყავრო. რას ვიზამ მაინც? გახსნის აბეზიანა იმ მონასტრის საქმეს. ამა იქ გვერდში მოისვამს და იქენებიან ხიარულად. ბრილიანტი. გარგლიტოლა. ჭერმიტოლა ბრილიანტი, გარგლიტოლა ბრილიანტი. გარგლიტოლა ჭერამი. რაო, რატამირიატამიო, რომ შეუთოლოთ იმ კაცს აღარ არის ის დასტურიძე ამ ქვეყნიდან და გარდაიცვალაო? მერე სურამელი იაკოფასთან გამოგზავნეს. იაკოფას სახშობელეზეც რო ჩამოკიდო, კაპიკის მომცემი არ არის და მაინც გახსნის ამ საქმეს აბეზიანა. ისიც მომკვდარა თქო. სურამელი იაკოფაც მომკვდარა თქო. ეხლა შენი გულისთვის ნახევარ საქართველოს ამოვწყვიტავ, აი. მე აბეზიანა დაიჯერებს რომ არ დაიჯერებს და იცი რას გეტყვი? მე არც თქვენი აბეზიანა ვიცი. არც თქვენი სურამელი იაკოფა ვიცი, არც მონასტერი დამიძრავს. ფასავით მაგარი ვარ, ვერ შემაშინებს. აი
რისთვის მოგძანით მეთქი სხვა ხო არაფერი მithkams კაცო. აი ეგრე. ეხლა ლამაზი ხარ. ყველაფერს იტყვი. ამ გაწყური დაუგდეს საქმელი აქვს. გაფრთხილებ კოსტა. სიცრუე და ორპირობა არ გავიგონა და არ დავინახო აქ. ახლა შალიბაშვილს რომ შეუვარდნენ ის ამბავი გეცოდინება შენ. ვიცი. ტაბისონაშვილი და ორნიც სხვანი იყვნენ. რატომ ქნეს ის? ანდურის კაცები არიან, მაგისინებით გაკეთდა. ვინ არის ანდური? ანდური? ეთქვით რომ პირობა უნდა მომცეთ რომ ჩემი სახელის ხსენება არ იქნება იქა. აბა მე რა ვიცი რა საფირებ თქვენა. ილაპარაკიშე ტუტუცა შენა. ანდური ურბნელი ეპისკოპოსის კარის მოძღვარია. მაგის ხელშია მაზრა. მერე და მერე. რაც მაზრაში ხდება სულ ანდურის ხელიდან გამოდის. შალიბაშვილსაც მაგან მიუგზავნა ის კაცები. რა სერჩოდა? ფულს არ აძლევდა შალიბაშვილი. რა ფული უნდა მიცეს და რატომ უნდა მიცეს? მაგის ხელშია მაზრა და უნდა აძლიოს შალიბაშვილი. ჩვენც თუ ვინმე საქმეზე და საშუარზე ვდგევართ, ყველა ვაძლევთ. თუ არ მივცეთ, თავრობის ხალხს გამოგვიგზავნის და მეც დაგვისვამს. ჩვენში სამჯერ გამოგვიგზავნის. ან უნდა გაკოტრდე, ან უნდა აძლიო, მიცემა ჯობია. შენ რამდენს აძლევ? მე ცოტას მართლებს ძველი ნაცნობები ვარ. ერთად ვიჯექით ციხეში ბედაღამდე. შენ რისთვის იზრდებოდი გასაგებია. ანდური რისთვის იზრდა მაინც? ქურდობაზე. ადრე ბაზრის ქურდი იყო. ერთად რო ვიჯექით ვადას იმაზე იხდი და თავის საწოლეს კაბა მოხვა. თავის საწოლეს კაცო. საწოლეს. მე რაღაცნაირად ვადა მოიხადა ინკვიზის მონასტერში. ერათ აღიკვეცა. მე შავი მანტია გაიხადა, დრადე კუთხა და ეხლა აკასიოს. საცხოვრობს. სადანაც ცხოვრობს, სახკარი ბევრგან აიშენა. ეხლა აქადა. ვალწილვა და ეკლესიის რაღაცა თავყრილობა. უყანდუროთ არც ერთი იქნება, არც მეორე, მოკლედ აქარი. ციხეში რასაც ჭამდა? ფაფა ძალიან უყვარდა. თავისას მორჩებოდა თუ არა სხვის ჯამში თუ სადმე ფაფა იყო ჭარჭერილი, მიადგებოდა და სუსტიკით ამოლოყავდა ხოლმე. ფაფა რომ ძალიან უყვარდა ზედმეტ სახელად კაშკას ეძახდა. გასაგებია. ახლა ადექი კოსტა ბიძიკო და მიგვიყვანე ყანდურთან. არა, მაიცად. კაცს მოგცემთ, იმან ყველაფერი იცის, ის ყველაფერს გასწავლე. ამოდენა სახედარი როგორ ხარ ბიჭო? მანამ ჩვენ აქ ვართ, შენი მარტო ყოფნა შეიძლება. შენ ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე, ადე. დააგდე ერაღე.
დაღლები რატომ არ აკავსითო? იღებებიან. ვეღარ გავიგებ საიდან ახლა წამოვა. შალიბაშვილს რომ შეუვარდი შენი კაცებით, ქალი რომ გააუპატიურეთ იქ და წამოსვლისას რომ დაუბარეთ და თათუთაშქიავა, საიდან იყო ის სიტყვა? თუ არ მომკლავთ გეტყვით. ვერა, თუ მოხალით როგორ გაიტყვი? თქვი და იქნება არ მოხლათ, ხასიათის საქმე არ არის. ყანდულა მითხრა ეგეთქიო და თქვი. 4-ზე დადეკ. დადეკ მეთქი. წინ გაგვიძახი. მოდი აქ შენთან. მოდი. ხუთი. აგერ შუაში რომ ზის ტახტრევანზე ის არის ყანდური. 8. Otstasami. Პირველი. 21. 53. 61. 24. გაეტრიეთ აქედან. გაეტრიეთ აქედან. გაეტრიეთ. საცოლისა, კაცო. აი. აკი თავარმარტებელსა დიდი და ეგზარქოსა პატარაო. გავადუკეთია. გავადუკეთია. გაიძრა ადგილიდან. ურგიდოლაი. აი პაპარო უყარდა კაშკაში არქეს მეთქი კაშკა რა სიტყვა დაგაბარა მან? შალიბაშვილის ქალის გასაუპატიურებლად რომ ეგზავნებოდი. ასე უთხარი რომაო დათათუთაშხიავაარო მაინცა და მაინც თუთაშხია რატომ ნეტავი? აი ბაგაკები ბაგაკი
ვაი ჩემი ბეჭედი უკბინე კოსტა უკბინე რა გითხარი კოსტა მაშინ სიმართლე უნდა მითხრა ძამეკო თუ არა მოგიწევს კუქსი ბანაობა ამაღამვე და 100 წელიწადს კიდევ ანდრო თქვი ვინ დაგავალა ეგ თანამდებობა და სახელი მჭირდება მის წინ არავისად დავალებია თქვი თუ არ დაგინდობ მამის საფლავს ფიცავა ეგზარქოსის ერთმანეთს შემწევ იმას თუ დავალავიცი მართლავიცი ადექი მიდი თონესთან ზურგი მაჩვენე თანამდებობა და გვარი არ ვიცი მეთქი მართლა ვიცი უნდა გაგხსენებოდა მგონია ხო მითხარით იმას ვინ დავალა არ ვიცი შევი ბრილიანტები ვაი ბე აბა დავმარხოთ ქრისტესთვის აღსრულებული მონახვის აყანდური მოგიდა ხელი დაიღე და დააყარეთ ჩქარა ყველა თომარა დააყარეთ არაფერი უწევდა ნაზები არ ხარ ფერ ვაიდე დაი ჩემი ბრილიანტები აყარეთ მოგათა ამეთე Gide! Çarın! სალაპარაკო მაქვს შენთან და იმისათვის დაგიბარე. ადამიანის ცოდვებს ღვთის რისხვა მოსდევს. აკი არცაკლია განსაცდელი კაცთა მოდგმას. გიყვარდეთ მტერნი თქვენი და სიკეთესა უყოფდეთ მოძულეთა თქვენთა.
რომელი საწყაულით მიუწყოთ, მოგეწყოთ თქვენ. ყველაფერი ღვთისგან არის. ბოსტანი უნდა იმარგლებოდესო, რომ აგიხირებია. ეგ სატანისგან არის. ბოროტების დათრგუნვა განგიზრახავს, მაგრამ იგი ბოროტებითვე ვერ დაითრგუნება. თუ ბოროტებას ძალადობით სპობ, მის ადგილზე ისევე და რამდენიმე ახალი ბოროტება აღმოცენდება ხოლმე. შენ ამას ვერ ხედავ, ან არ გსურს დაინახო. არ არსებობს მიზანი, რომლისთვისაც იმდენი ცოდვის ჩადენა იყოს გამართლებული, რამდენიც შენ იტვირთე. ვერც იმას ვიფიქრებ, თითქოს შენი ნამოქმედარის არ აგესმოდეს რა. ზვამბას სახით ბოროტება კი დათრგუნე, მაგრამ მისმა საცოდავმაშვილებმა ვისრა დაუშავეს. ხაშურში ყანდურს მიუვარდით. საკუთარ თონეში მისსავე დამქაშებს ბურღულ ღერღილი დაამარხვინეთ. ვითომ სასაცილოა ეს? არ არის ეს სასაცილო. ყანდურმა და სტურიძე თონეში დაახრჩო და თქვენ გადაგაბრალათ. რომელი ერთი მოვთვალო შენი ნამოქმედარი და ცოდვები? ძიგუას დუქანში ყაჩაღებს რომ კუთვნილი არ მიუზღე, რაც მერე მოხდა გაგონილი გექნება ალბათ. საცოდავი გოგო რამდენიმე თვის მერე ძმამ ტყეში იპოვა, რთხმელის ძირში მჯდომარე მომკვდარიყო. მოკვდავი ხარ და ასეთი ცხოვრების უფლება შენთვის არავის მოუცია. არა მოვედ მოფენად მშვიდობის, არამედ מחვილისა. ამისი უფლება მხოლოდ მესიებს აქვთ. მხოლოდ მესიებს. და ისიც მაშინ, თუ საამისოდ ვითარება არის მომწიფებული. დიდი ცოდვები გაწევს დათა დიდი და მრავალრიცხოვანი. მაგრამ ვიდრე ჩემს მთავარ სათქმელს გეტყოდე, მინდა გავერკვე. საიდან შემოგიარა სატანამ? რა გზითა და ხვრელით შემოაღწია შენ სულში? როგორ განდენა შენში მადლი სიკეთისა? მითხარი, რატომ სჭადი ამას? გაუგებარია? ფრიად. თქვენთვისაც გაუგებარია, ბაბა? ვიცი ეგ მე, მარა რა იცი? რისთვისაც აკეთებს ამას ეს? რისთვის? არ შეუძლია სხვაგვარა და იმისათვის. ეგ ლაპარაკი არ გამოდგება. სხვაფრივ რომ არ შეუძლიან, ეგ მიზეზია. მე მიზანს ვკითხულობ. თუმცა ისიც მაინტერესებს, სხვაფრივ რატომ არ შეუძლია. როგორ გვასწავლიდი, ბაბა, შენ? სანამ იტყოდე რამეს, სანამ გადადგამდე ნაბის, იფიქრე, თუ გამოადგება ის შენს ერს, მამულს, მოყვას თქვა. ასე ვასწავლიდი, შვილო. ასე ვასწავლიდა მამა ჩვენი ჩვენ და ჩვენი მოდგმის ყველა მამა თავის შვილებს. მიზეზიც არის ნათქვამი და მიზანიც. სხვა მიზეზი და სხვა მიზანი არ მქონია არასდროს მე. მარტო ქადაგება ვეღარაფერს ხდება, ხედავთ ამას თქვენს. წაიბილწა ერი. ძალაა საჭირო. ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად მარტო სიკეთე არ კმარო და არასდროს. ეშმაკეულარს და ცბის. არ ამგონია სადასე იყოს, როგორც დედაეფემი ებრძანებს, მაგრამ ერთი რამეა საეჭვო. რასაც შენ აკეთებ, ბოროტების დასადრგუნად აკეთებ ვითომ და არ გამოდის ეს. ხომ მიხვდი, რასაც გელაპარაკები? ერთი რომ იყო, 5 ბოროტება ამოვიდა იმ ადგილზე და უფრო გაიხსნა ერიზნეობა. არ არის სხვა გზა და საშველი. ყველაფერი ნასინჯია უკვე. არის.
სად როგორ და რაშია? ქართველ ხალხს ყოლია კაცები, რომელთაც საჭიროებამ ძალმომრეობა დააკისრა და თავის ცოდვების მოუნანიებლად დაიხოცნენ. ხალხმა დაივიწყა ისინი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც რას მირჩევ, დედაო ეფემია? უნიჭობაზე საშიში ნიჭიერება, რომელსაც მაღალი ზნეობა და ღვთის მოშიშობა არ ახლავს თან. ნიჭიერი კაცის ყველა საქციელი გადამდებია. მაგალითის ძალა აქვს. ერისკაცობა აღარ შეიძლება შენი. უნდა აღიკვეცო. ბერად. ამას მე მოგიხერხებ. რუსეთის ერთ-ერთ ეკლესიაში სხვაგვარით მიგიღებენ. ამჟამად შენ არ იცი რა უნდა აკეთო და ვერც გაიგებ, სანამ საკუთარ სულში არ ჩაღრმავდები. სანამ ახალი შთაბეჭდილებებისა და ცოდნის ნაკადი არ შემოიჭრება შენს გონებაში. მონასტერი, ლოცვა, მონანიება, ფიქრი, ჭეშმარიტების ძიება და მიქნება. სხვა გზა არ აქვს. კეთილი დედო. ვიფიქრებ მაგაზე. დადა თუთაშხია. არასოდეს. როდის მიხვდი დედაო მაგას? სანამ ურჩევდი, მანამდე ვიცოდი. რატომ გაეუბნებოდი? ვალი მოვიხადე. ვალი ღვთის წინაშე და ვალი თვით დათოს წინაშე. მოკლავ